ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. მზე ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვეტა. ამის შესახებ ბათუმელების რედაქტორმა ეთერ თურაძემ კლინიკა ვივამედთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და საზოგადოებას მზე ამაღლობელის წერილი გააცნო. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც შეწყვეტონ შიმშილობა. ნათქვამია მზე ამაღლობელის წერილში. ნათია მღებრიშვილი გვიყვება დეტალებს ის კურიერს უერთდება. ნათია გისმენთ. მზია ამაღლობელმა შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38 დღეს მიიღო და მოუწოდა სხვებსაც, რომ შეწყვიტონ შიმშილობა. ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი გახდა ცოტა ხნის წინ. მისმა კოლეგებმა ვივამედთან გააკეთეს განცხადება და წაიკითხეს მზია ამაღლობელის წერილი გამოგზავნილი კლინიკიდან. შეგახსენებთ, რომ ბათუმელების დამფუძნებელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა და ის დაკავების დღიდან შიმშილობს. ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. ექიმები გააკეთებენ განცხადებას, რამდენად შესაძლებელი იქნება მისი დაბრუნება ამჟამად ციხეში, თუმცა ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ითხოვდა ვივამედიდან უკან ციხეში გადაყვანას. მზია ამაღლობელი რჩება კლინიკაში და ის გაივლის სპეციალურად შემუშავებულ კვებით კურსს. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ მოგვაწოდა კლინიკა ვივამედის დირექტორმა, როგორც ზურაბ ჩხაიძე ამბობს. მნიშვნელოვანი იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგან შესაძლებელი იყო შიმშილობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაეუარსებინა. Ჩვენი ეს დღეები ჩვენ ვცდილობდით რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. Რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ კურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება თუნდაც პრევენციას, ეგრეთ წოდებული რეფიდინგ სინდრომის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, ძალიან რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევებს, ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებები, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რაც გამოიწვევს შეიძლება სხვადასხვა ორგანოების უკმარისობები. გავრცელებული ინფორმაციით კლინიკაში 4 საათზე მზია ამაღლობელს მოინახულებს მისი ინტერესების დამცველი. მადლობა ნათია მღებრიშვილი იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული. ევროკავშირის ელჩის ეს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ქართულ ოცნებაში ელჩს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ხერჩინსკის პირველ რიგში უნდა გააკეთებინა მოწოდება შიმშილობის შეწყვეტისკენ, თუმცა ამის შესახებ არაფერი არ უთქვამს. მართლ გუნდში თვლია, რომ ელჩმა საკუთარი აზრი დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში უნდა გამოთქვას. შეფასებები ამ თემაზე კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც. შოთა ფალავანდიშვილი მუშაობს თემაზე, ის პოლიტიკურ განცხადებებს უფრო დეტალურად გაგაცნობს. გისმენთ. ევროკავშირის ელჩის განცხადება ქართულმა ოცნებამ აღიქვა როგორც ჩარევა ქვეყნის პოლიტიკურ შიდა საქმეებში. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს პაველო ჰერჩინსკი და თქვეს, რომ მსგავსი სახის მოწოდებების ნაცვლად უფრო მეტად მორალური იქნებოდა, რომ მას მზია ამაღლობელისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. ქართული ოცნების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის განცხადებები ადასტურებს, რომ გარკვეულ ძალებს კვლავ სურთ ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც დაუშვებელია და რაც მიუღებელია მათ შორის დიპლომატიური ეტიკეტის თანახმად. მისასალმებელია, რა თქმა უნდა, რომ შიმშილობა შეწყვიტა და ამ დღეებმაც გამოავლინა კიდევ ერთხელ ის, რაც სხვათა შორის ნახეთ სხვა დროსაც, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის დროს, რომ ამას სხვები იყენებენ შემდეგ იარაღად ხოლმე. და მე გაუგნებული ვარ ევროკავშირის ელჩის განცხადებებით, რომელიც შეიძლება თქვენ იყო ჩვეულებრივ პირდაპირ წაქეზება, რომ ადამიანს საკუთარი თავი დაზიანება გაეგრძელებინა. როდესაც ამას აკეთებს ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ეს აჩვენებს ან მის პირად აცდენას ყოველგვარ არა თუ რაღაც ევროპულებზე, ადამიანურ ღირებულებებზე, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს მიემართა მათ შორის მზია ამაღლობელისთვის მიემართა და ეთქვა, რომ შეეწყვიტა შიმშილობა,
ნაცვლად ამისა ვნახეთ მისი მხრიდან წაქეზება, რომ ადამიანს გაეგრძელებინა საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება. ეს კიდევ ერთხელ აღმაშფოთებელი, აი აქ ჩანს, რომ ზოგიერთებისთვის მხოლოდ ინსტრუმენტია და ეს თუ გახსოვთ, ქალბატონ სალომეს წამოწდა კიდევაც, რომ მზია ამაღლობელი არის იარაღი, კარგი იარაღი მის ხელში და როგორც ჩანს ზოგიერთი უცხოელის ხელშისაც ის იარაღი იყო. კავშირის წარმომადგენლის მხრიდან პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაკეთება პრობლემა არ არის ოპოზიციისთვის. მართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ მზია ამაღლობელმა საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური აქტი, ასე ვთქვათ, დაიწყო და შესაბამისად მის მიმართ მოწოდება, რომ შეეწყვიტა შიმშილობა არ იქნებოდა ლოგიკური. ერთადერთი, რაც ოპოზიციისთვის და პაվել ჰერჩინსკისთვის არის, ასე ვთქვათ, მისაღები არის ის, რომ მოითხოვონ მხოლოდ განთავისუფლება მზია ამაღლობელის. თავს ვერც მივცემთ იმის უფლებას, რომ ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ აქტს ახორციელებს იმის გამო, რომ უსამართლოდ ისჯება, მას რამე ვუთხრათ კიდე დამატებით, მაგრამ ცხადია, რომ ადამიანი აუცილებლად საჭიროებს დღეს გათავისუფლებას. შეიძლება იყოს მზია ამაღლობელის საკითხი, მაქსიმუმ იყოს შეურაცხყოფა ადამიანის ხელით შეხება და ადამიანს ამის გამო აკავებენ, ამის გამო აკავებენ. მაშინ როცა ფიზიკურად როცა იძალა რეჟიმმა არც ერთი ადამიანი არ არის დაждილი. ქალბატონმა მზიამ ძალიან ბევრი გააკეთა და ის ჯანმრთელი და ცოცხალი ჭირდება საქართველოს. ოპონენტებისა და ევროკავშირის ელჩის განცხადებები, რომ ერთმანეთს ემთხვევა, ის არ უკვირთ მართლ გუნდში, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ნებისმიერი სახის, მათ შორის მორალურ საკითხს ოპონენტები ცდილობენ მხოლოდ პოლიტიკური პრეფერენციებისთვის გამოიყენონ. შესაბამისად, ქართული ოცნების წევრები კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ საქმე, რომელიც უნდა გადაწყვიტოს სამართლიანმა სასამართლომ, არ შეიძლება გახდეს მათ შორის დიპლომატების მხრიდან განცხადებების წინაპირობა. ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ დღეს მანამდე ვიდრე შეწყვეტდა მზია ამაღლობელის შიმშილობას, მოუწოდეს ჟურნალისტს, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა ამ ფორმით. ეს კიდევ ცხადყოფს იმას, რომ ამ ადამიანებს საერთოდ არ აინტერესებს კონკრეტულად ამ შემთხვევაში მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის ბედი. ისინი მას იყენებენ თავიანთი ინტერესების გასატარებლად და ცდილობენ, როგორც სააკაშვილის შემთხვევაში იყო ის შენიღბონ, შეფუთონ რაღაც პიარული მექანიზმები, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი იცის, რა პროცესები მიდის მსოფლიოში და არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. ვინ არიან ეს ადამიანი, ვინ არის ჰერჩინსკი, ვინს ინტერესებს ატარებს, მისი განცხადებებიდანაც ყველაფერი კარგად იკვეთება, მაგრამ მერწმუნეთ ეს ბოროტება ძალიან მალე დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა ქალბატონ მზიას მოუწოდოს შეწყვეტილ შიმშილობა, თქვენ იცით, რომ ამაზე არაერთხელ ავკეთებია ჩვენ განცხადება, თუმცა არც ერთი განცხადება ოპოზიციის წარმომადგენლების ან სხვა ჩართული მხარეების, ვის დაინტერესებული იქნება წესით ყველაზე მეტად მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლით, არ აკეთებენ ასეთ განცხადებებს. ელჩის ასეთი განცხადება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. ერთია, როცა ელჩი ითხოვს გათავისუფლებას, ან რაღაცა სხვა საკითხს, რომელიც ასევე რომ კარგად უნდა იცოდეს, რომ მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ მეორე არის, რომ პირიქით ხდება ასეთი საქციელის წახალისება, თუ ეს ვაჟკაცური საქციელია და ასეთ ხის ბატონი ელჩი, როცა ქალბატონ მზია შეწყვეტს შიმშილობა, შეუძლია მან დაიწყოს შიმშილობა, იმიტომ რომ მეცვენია, რომ ბატონი პაველი ასევე მამაცი კაცია და შეუძლია მან გააგრძელოს ეს შიმშილობა. პაվել ჰერჩინსკიმ განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით გუშინ ევროკავშირის მიერ დაწესებულ ჟურნალისტიკისთვის პრიზის გაცემის ცერემონიალის დროს გააკეთა. მადლობა შოთა ფალაონდიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებლის საქმეზე პაվել ჰერჩინსკიმ ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. დიპლომატმა ხელისუფლებას მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. დღეს არის მცდელობა გააჩუმონ საპირისპირო აზრის გამომხატველი ხმა და ამავდროულად დაუსჯელი დარჩეს ის, ვინც ჟურნალისტებზე ძალადობს. ეს მიუღებელია. იმ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის, ეს არ უნდა ხდებოდეს. დღეს მინდა ერთ-ერთ მათგანზე მზია ამაღლობელზე ვთქვა რამდენიმე სიტყვა. უკვე 37 დღეა, რაც მზია შიმშილობს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.
ამაღლობელი საქმეზე სახალხო დამცველი სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს და მტკიცებულებების გადასინჯვას ითხოვს. ომბუდსმენი ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ემხრობა. დღესვე ლევან იოსელიანმა ექიმთა კონსილიუმზეც ისაუბრა, რომელიც დაკავებული ჯანმრთელობას მონიტორინგს უწევს. ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვახორციელებთ უწყვეტ მონიტორინგს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ შევქმნით სპეციალური ექიმთა ჯგუფი, ეგრეთ წოდებული კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად შედის და ამ მონიტორინგებს ასევე უყურებს იმ კვლევებს, იმ ჩატარებულ ღონისძიებებს, რასაც UAMED-ში აქვს ადგილი და ამას ვაცნობთ საზოგადოებას. ქალბატონი მზიას პატიმრობას რაც შეეხება, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიმართეთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით, სადაც სწორედ მისი პატიმრობის მართებულობაზე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ის მტკიცებულები, რომელიც პროკურატურამ წარადგინა, იქნას კიდევ ერთხელ გადასინჯული იმისთვის, რომ ეს აღკვეთი ღონისძიება იქნას შეცვლილი და ქალბატონი მზიას მიმართ გამოყენებთ სხვა აღკვეთი ღონისძიება. ვაგზელებთ მუშაობას, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია მის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თბილისში დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა ტერე ჰელანდის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ევროპამ უნდა იმოქმედოს, საქართველო კი ბრძოლის ველია. ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩეველმა პოსტი X-ზე გამოაქვეყნა. ჰელანდი წერს, რომ მიუნხენის კონფერენცია საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა და ამერიკის შეერთებული შტატები ევროპის სანდო პარტნიორი აღარ არის. ტერე ჰელანდმა მისი მოსაზრება და გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს უკავშირდება. უფრო დეტალურად რაც წერს ჰელანდი და როგორია შეფასებები თბილისში, ამას ლელა ჯავახიშვილი მოგვიყვება, გისმენთ ლელა. საკითხები, რაზეც ევროპის სამეზობლო საბჭოს თავმჯდომარე მრჩეველი უпростоრად საუბრობს, ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით თანხმედრაშია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და პარტნიორების განცხადებებთან ახალი არჩევნების ჩატარებასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დასანქცირებაზე, თუმცა ამის მიუხედავად ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამერიკა და ევროპა საერთო პოლიტიკურ ენას გამონახავს და ერთი კონკრეტული კონსულტანტის რჩევები ამ პროცესში გადამწყვეტი ვერ იქნება. კონკრეტულად ერთი ადამიანის აზრი აქ არ ვიცი რამდენად არის თავარი. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ ივანიშვილი არის უკვე დასანქცირებული. გეგმა არ გახლავთ, პოლიტიკური მოცემულობა გახლავთ. ქართული ხალხის გვერდზე დგას ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება დასავლური სამყარო. აი ამ კონტექსტში არის აღსაქმელი ეს განცხადება. მე მგონი ევროპა და ამერიკა გაარკვევენ უკეთესად მათ ურთიერთობებს. საქართველოსთან დაკავშირებით ამ განცხადების ნაწილი არის უბრალოდ იმაზე აქცენტის გაკეთება, რასაც ყველა საერთაშორისო ჩვენი პარტნიორი აცხადებს. საქართველოს საკუთარი ინტერესების გასატარებლად ვერავინ გამოიყენებს, რადგან საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, ასე ეხმაურებიან მრჩევლის განცხადებებს ქართულ ოცნებაში, უმრავლესობაში ასევე ამბობენ, რომ ჰელანდის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამერიკისთვის მიუღებელია ევროპელი ბიუროკრატების ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებსა და არჩევნებში. ძალიან ბევრი გზაბნეული ადამიანი არის შემოჩეული საქართველოს უცხოეთიდან და ასე თქვა თავის სერვისებს თავაზობს სხვადასხვა დამკვეთ. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივად ზის ხელფასზე და ასე თქვა მისი დავალება ჩვეულებრივად რაღაც გრძელძელი ასეთი ტექსტების წერა, ქართველი ხალხის ლანძღვა. ბევრი ყავს შემოჩეული, ზოგი უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრი არის ასეთ შემოჩეული ქართველებზე, გლანძღავენ, ეკლესიას გვილანძღავენ, მოდიან მიტინგებს გვიტარებენ მინისტრები, ასე შემდეგ. ეს ასეთი ქცევა რო ახასიათებს ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, იმიტომაც აღმოჩნდნენ ახლა ისეთ მდგომარეობაში, როგორიც აღმოჩნდნენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ სერიოზულ საქმეებს სერიოზული ხალხი უნდა წყვეტდეს და ის, ვინც არის ასე ვთქვათ, მხოლოდ რაღაც აგითხრათ, თავქარიანი ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი სერიოზული საქმეები არ უნდა იყოს და ჩვენ ამას ძალიან მივესალმებით, რომ ესეც ცხადად გამოჩნდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს გამოყენებული იყოს ვინმეს ინტერესების გასატარებლად და ბრძოლის ველად. ისთვისაც ჩვენმა წინა თაობებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს, რომ ქვეყანა ყოფილიყო დამოუკიდებელი და არა ვინმე კონკრეტულ ადამიანებზე, ან კონკრეტულ თუნდაც ევროპულ სახელმწიფოებზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ამერიკისთვის
და პრეზიდენტ ტრამპისთვის მიუღებელია, როდესაც ევროპული ქვეყნის ლიდერები პირდაპირ ერევიან სხვა ქვეყნის არჩევნებში. დღეს სხვა მსოფლიოა. სხვანაირად მიდის პროცესები და კიდევ უფრო ცხადი გახდება საზოგადოებისთვის ის, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის წინ, რამდენიმე წლის წინ საუბრობდით. ხო არ ჯეროდათ არავის. ხო არ ჯეროდათ, როდესაც გლობალურ ომის პარტიაზე იყო საუბარი. აგერ გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირდაპირ ამბობს, რომ Deep State უნდა იქნეს დამარცხებული, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩეველმა საკუთარი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ევროპისთვის დამოუკიდებელ ბრძოლის ველად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მადლობა, პოლიტიკური განცხადებებით ლევო ჯავახიშვილი საუბრობდა. ტერე ჰელანდი საკუთარ პოსტში სწრაფ და ეფექტურ ნაბიჯებზე საუბრობს და რამდენიმე საკითხს გამოყოფს. ახსენებს ეკონომიკურ ომს, დამანგრეველ სანქციებს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც მისი თქმით ახალი არჩევნების იძულებით ჩატარებას გამოიწვევს. საქართველოში გამარჯვება მსოფლიოს მიმართ გზავნილი იქნება, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპა არ არის სუსტი, ჩვენ არ დავჯდებით გულხელდაკრეფილებით, ჩვენ არ გვჭირდება ვაშინგტონი, რომ ჩვენს ბრძოლებში ვიბრძოლოთ. წერს ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩეველი. 2025 წლის მიუნხენის კონფერენცია საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არის ევროპის სანდო პარტნიორი. ჰექსეტმა უკრაინას უღალატა, როდესაც დაუშვა, რომ მან საკუთარი ტერიტორიები და ნატოს პერსპექტივა უნდა დათმოს. ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპის მთავარი საფრთხე არ არის. ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის საბრძოლო ველი, რომლიდანაც ჩვენ დავიწყებთ. რა არის ყველაზე სწრაფი და ეფექტური ნაბიჯი? საქართველოში ევროპის ხელმძღვანელობით დამაჯერებელი გამარჯვება. ეკონომიკური ომი, არავითარი ფინანსები იმ პროექტებისთვის, რომელსაც ქართული ოცნება აკონტროლებს. ქართული ოცნების ელიტისთვის ფინანსური ტრანზაქციების შესრულების შესაძლებლობის შეწყვეტა. ქართული ოცნების მოწინააღმდეგე ბიზნესისა და დემოკრატიული ძალების მხარდაჭერა. თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების გაზრდა. როგორ გამოიყურება საქართველოში გამარჯვება? დამანგრეველი სანქციები ქართული ოცნებისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ. ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც იძულებით გამოიწვევს ახალი არჩევნების ჩატარებას. ევროპამ და დიდმა ბრიტანეთმა ქართული ოცნების ქსელს უფრო ძლიერად უნდა დაარტყას. გადაუკეტეთ ჟანგბადის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ბანკებს და მედიებს. ახალი არჩევნები ზეწოლით იძულებაა. ევროპამ უნდა მოითხოვოს არჩევნების ჩატარება საერთაშორისო კონტროლის ქვეშ და უარყოს ქართული ოცნების ლეგიტიმურობა. ევროპამ უნდა იმოქმედოს და არა მხოლოდ რეაგირებით შემოიფარგლოს. მათ შორის იყოს ლიდერი საქართველოში, გააძლიეროს უკრაინა ეკონომიკურად, შექმნას ევროპის უსაფრთხოების ალიანსი ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. საქართველო ეს საცდელი შემთხვევაა. დრო არ იცდის. საქართველოში გამარჯვება მსოფლიოს მიმართ გზავნილი იქნება, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპა არ არის სუსტი. ჩვენ არ დავჯდებით გულხელდაკრეფილი, ჩვენ არ გვჭირდება ვაშინგტონი, რომ ჩვენს ბრძოლებში ვიბრძოლოთ. საქართველოს გამარჯვება, ევროპის ძლიერების გამარჯვება. მიუნხენიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ და კვერცხები ესროლეს. ვიდეო მათ სოციალურ ქსელში გავრცელეს. აეროპორტში გუშინ გერმანიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასაც დახვდნენ და მასაც კვერცხები ესროლეს. თემაზე კეთება პოლიტიკური შეფასებები, რომლებსაც ნანა გოგატაძე უფრო უკეთ გაგვაცნობს, ის კური ესვერდება, გისმენთ ნანა. ექს-პრემიერის შემდეგ ექს-პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მიუნხენიდან ჩამოსულ სალომე ზურაბიშვილს სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს და ამ პროტესტის ამსახველი ვიდეო უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელში. ვიდეოში ისმის შეურაცხმყოფელი შეძახილები და ასევე შეკითხვები, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს უსვამენ სამოქალაქო აქტივისტები, პარალელურად ჩანს, რომ აქტივისტები კვერცხებს ესვრიან სალომე ზურაბიშვილს. ბუნებრივია ამ თემასთან დაკავშირებით უკვე გაკეთა პოლიტიკური შეფასებები, ხელისუფლების ოპონენტები სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის გულწრფელობას ეჭქვეშ აყენებენ და ფაქტის მიღმა ქართული ოცნების კვალს ხედავენ. ანუ გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა? კარგად დაიმახსოვრეთ მონა. თქვენ რამდენი გადაგიხადეს? არ გადაგიხადეს? ქეში არ მოგაქვთ ხოლმე თუ გერიცხებათ თქვენ? ვის გადახდაზე ლაპარაკობ თქვენ მოღალატე? მონა ხარ მონა და ესე გარბის მონა ზოგადად. აი ეს არის მონის
ხვედრი, ესე უნდა გარბავდეთ ყველგან და ყოველთვის. ვერასდროს ვერ მიაღწევთ იმას, რომ თავისუფლად დადიოდეს სხვანაირი მონა. აი ესეთი მდაბიო ფორმით გადაწყვიტეს ახლა ახალი განზომილების წარმოჩინება. იმდენად შეშინებულია წარმატებული ვიზიტით იქნებოდა ეს სალომე ზურაბიშვილის თუ გიორგი გახარიას მაშინ როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მათ არ ჩაესრულებოდა. სისულელია, ეს არის ხელისუფლების ორგანიზებული ჯგუფების მიერ ვითომ პროტესტი სინამდვილეში ეს არის ფასიანი დაორგანიზებული პროტესტი იმისთვის, რომ ცრუ ნიუსები და ცრუ რესურსები შეიქმნას ქვეყანაში. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით მათთვის ნებისმიერი სახის შეურაცხყოფა არის მიუღებელი. მაგალითად, ხალხის ზალაში დღეს გაიხსენეს სალომე ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ასევე ის პოლიტიკური გზავნილები, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი აკეთებდა ევროინტეგრაციის კუთხით და აქედან გამომდინარე ხალხის ზალაში ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საზოგადოების ნაწილის პროტესტის არც უნდა უყვირდეს. კვერცხების როლა ნებისმიერი შეურაცხყოფა ჩემთვის მათგან განსხვავებით მიუღებელია, იმიტომ რომ ეს ადამიანები პირდაპირ ახალისებენ ძალადობას, მე არ მახსოვს არც ერთი მათგანისგან მომესმინოს, თუნდაც თქვენ ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მიდის ძალადობა, შეურაცხყოფა, მაგალითად, როდესაც ადამიანმა, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელებს და ადამიანებს ცოცხლად წვავდა, ეს ქალბატონი იყო ზუსტად, რომელიც იწყალებდა ასეთ ადამიანს და მთელი PR კამპანია მიმდინარეობდა როგორმე გმირად შეერაცხა. არ მახსოვს მათი მხრიდან არც ერთი განცხადება დაეგმოთ ძალადობა, არც ერთი განცხადება დაეგმოთ პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხყოფა, დევნა, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ, როდესაც ელიშაშვილი ლაჩხლად მიეპარა და უკნიდან ჩაარტყა. არ მახსოვს არც ერთი განცხადება და მე კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა არ არის ლამაზი და მიუღებელია ჩემთვის ასეთი ქმედებები. არსებობს კანონი, რომელიც კიდევ უფრო მკაცრდება და ღალატისთვის ყველა დამნაშავეს მოუწევს პასუხის გება. ადამიანი, რომელიც საერთოდ წუმპედან ამოიყვანა ქართულმა ოცნებამ. მერე უთხრა, რომ არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის. პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. დიახ, სოფლის გამგებლად არავინ არ ირჩევდა ზურაბიშვილს. რო არა ჩვენი მხარდაჭერა, ეს ხომ ყველამ კარგად იცის. ზურაბიშვილს რა უყვირს, როცა გამოვიდა და ათასობით მის ადმინისტრაციასთან მოსულ საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენა. საკუთარ ქვეყანას საქართველოს უღალატა და ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველო. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში. ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას. და ეხლა რა უყურს, ვერ გავიგე ზურაბიშვილს, არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? სალომე ზურაბიშვილს სამოქალაქო აქტივისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და გამოხატეს პროტესტი. ამ პროტესტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა. მადლობა ნანა გოგოტაძე იყო კურიერის პირდაპირ ეთერში. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ამერიკასთან ურთიერთობა, ევროინტეგრაცია, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპული ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის მაგალითი შეიძლება გახდეს. მისივე თქმით, მას აქვს იმედი, რომ ამერიკის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვლება. ინტერვიუში მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გარე ძალების ზეწოლაზეც გაამახვილა და თქვა, რომ ზეწოლა უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო. პრეზიდენტმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც ისაუბრა და განცხადა, რომ გამჭვირვალობის კანონი ევროპულ კანონებს არ ეწინააღმდეგება. ვიმსჯელოთ მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ გიცნობთ, როგორც საფეხბურთო ჩემპიონს, რომელსაც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 46 მატჩი აქვს ჩატარებული და რომელიც Manchester City-ში თამაშობდა. Parfois, quand on commentait... ხანდახან, როდესაც პარლამენტში ჩემს ზოგიერთ ქმედებას განიხილავდნენ, მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას და პასუხობდი, რადგან მე თავდამსხმელი ვარ და კვლავ რჩები თავდამსხმელად. ეს სათამაშო გამოცდილება და გუნდური სულისკვეთება უკიდურესად მნიშვნელოვანია. გამარჯვების იგივე სურვილი გამაჩნია და სწორედ შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის წყალობით ვიგებთ არჩევნებს.
Თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ საქართველო აღარ არის დემოკრატიული, რომ ის შორდება ევროპას და ხდება იზოლირებული სახელმწიფო. მინდა დავასრულო ახსნა, თუ რატომ განვიხილავთ თავს ევროპული ოჯახის ნაწილად. ამას არაფერი აქვს საერთო ბიუროკრატებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში იცვლებიან. მე ვსაუბრობ ჩვენს ისტორიულ კავშირებზე და არსებულმა ხელისუფლებამ დიდი გამოცდილება შეიძინა იმისთვის, რომ ქართული იდენტობა, კულტურა და რწმენა წინ წამოეწია და გამოწვევებისა და შეურაცხყოფების მიუხედავად ჩვენ არ გადავუხვიეთ ჩვენს გზას და არ უარყავით ეს ღირებულებები. ჩვენი პოზიცია გამოიხატება ჩვენს გზავნილებში. რა თქმა უნდა, არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ ამ გზაზე. პარადოქსულად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ამ ევროპულ მისწრაფებას. ამავდროულად ამ მომრჩეველთა უმრავლესობა მხარს უჭერს პარტია ქართულ ოცნებას და არა მხოლოდ ამ ბოლო საკანონმდებლო არჩევნების დროს. როგორ არის შესაძლებელი? თუ ქართული ოცნება ანტიევროპულია, როგორ შეიძლება მას მხარი დაუჭიროს ქართველთა უმრავლესობამ? როგორ ირჩევენ მთავრობას, რომელიც ამ ევროპულ გზას უპირისპირდება? ჩვენი ხალხის სიბრძნემ არაერთხელ გადაარჩინა ქვეყანა. ისინი, ვინც სააკაშვილის მმართველობაზე, როგორც დემოკრატიის შუქურაზე საუბრობდნენ, იგივე ხალხი ამის მედიაში ავრცელებს აზრს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საქართველო დისიდენტური გზით მიხავს. აუცილებელია აღვნიშნოთ ისტორიით ჩამოყალიბებული ქართველი ამომრჩევლის სიბრძნე და გონიერება, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ირგვლივ ყოველთვის არსებულ იმპერიებსა და ქვეყნის პოლიტიკურ ევოლუციას. განვითარდება თუ არა საქართველოსთან ურთიერთობები პრეზიდენტ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ? ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეიცვლება ამერიკის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის მოსვლა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებით. სასაცილოა ზოგიერთი ლიბერალური ლიდერის ქცევა, რომლებიც ახლა ტრამპის სულისკვეთებას ერგებიან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შეგახსენებთ, რომ ეს ზეწოლა საქართველოზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. ქართველმა ხალხმა თავისი დიდი გონიერებით მხარი დაგვიჭირა იმ გზაზე, რომელიც ავირჩიეთ მშვიდობის დასაცავად. დღეს ჩვენი პოზიცია ნათელია. ეს ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. თავიდანვე, როცა ეს ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა ქვეყნისთვის დამანგრეველი ომი და უნდა შეჩერებულიყო. დღეს ტრამპიც იგივეს ამბობს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მისი პოზიციის მიმდევრები. ჩვენ ამას ომის პირველივე დღიდან ვაცხადებდით. ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ, შევერთებული ვიყავით სანქციებს, გაგვეგზავნა მოხალისეები და დაგვეჭირა მხარი ომისთვის. მაშინ როცა არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრები არ ვართ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ მარტო გვტოვებდნენ ბირთვული ძალის წინაშე დაპირებებით. მიდით ჩვენ იარაღს მოგაწვდით. ახალგაზრდა პროევროპელები მოგვიწოდებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ. მაშინდელი მთავრობა ამ ზეწოლას უნდა დააჰყოლოდა. კითხვა ისმის, საქართველო ამ ომში უნდა ჩაბმულიყო? ჩვენ განსაკუთრებით ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობდით, რათა დაგვეცვა მშვიდობის გზა. ისტორია ერთ დღეს აღიარებს, რომ ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. ჩვენ სიმართლე უნდა გვეთქვა ჩვენი მოქალაქეებისთვის. წუხვართ, რომ იმ დროს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოლდოვისა და უკრაინის უკან იდგა. ქართული და ამერიკული პოლიტიკა, ტრამპის გადაწყვეტილებები, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და რუსეთ-უკრაინის ომი ეს იყო მთავარი თემები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 3 საათის წინ გაიხსნა. სესია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. მმართველი გუნდის წევრებმა მსოფლიოში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არა ქართული ოცნების პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკა ქვეყანაში უკრაინის სცენარი განვითარდებოდა. ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს სასიცოცხლო სახიფათო ვითარება შეიქმნა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა. ამ ბრძოლაში საქართველოსაც მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირობად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს. რისკების თავიდან აცილება მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და სწორედ ამიტომ შეიქმნა ხალხის ძალა. იმ დროისათვის შეურაცხყოფის დიაღვარმა გადაიარა ჩვენს თავზე. საბოლოოდ, რომ არა ქართული ოცნების თანმხვედრი გონივრული პოლიტიკა გამოსწორებელ ზიანს ვერ აიცილებდა ვერც ქვეყანა და ვერც საზოგადოება. არ შემიძლია არ გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ამ პროცესში და მისი პრინციპული პოზიცია ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლოდ. მაშინ ეს სიმართლეს უფრო მეტი ფასი აქვს და მეტი დასტურიც. დღეს იმავეს უკვე იმ ქვეყნის ახალი ლიდერები საუბრობენ, საიდანაც მაშინ საფრთხის სათავე იყო. ძალიან სასიხარულო არის ის ფაქტი, რომ სრული თანხwebdriver არის ღირებულებებით ნაწილში ქართულ ოცნებასა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას შორის. პირველ რიგში ძალიან სასიხარულოა, რომ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი და სხვანაირად ვერ იქნება, ჩვენ აღარ მოგვიწევს ამის იმტკიცება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ძალიან საინტერესო არის ბატონი დონალდ ტრამპის
განცხადებები და მთლიანად მისი გუნდის განცხადებები. პირველ რიგში ის ფაქტებზე და მტკიცებულებზე დაყრდნობილი განცხადებები, რომელიც ეხება USAID-ს და NETS, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და რატომაც დავაყენეთ დღის წესრიგში გამჭვირვალობა ამ ქვეყანაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება უკრაინაში მიმდინარე ტრაგედიის მიმართ. დონალდ ტრამპის სიტყვებიც მინდა მოვიშველიო, რომელმაც თქვა, რომ უკრაინას ძალიან მარტივად შეეძლო ეს ომი თავიდან აეცილებინა ამის სურვილი რომ ქონოდაო, უკვე ჩვენ ვატყობთ რეალურ ნაბიჯებს, დღესაც მიმდინარეობს უკვე შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც დონალდ ტრამპის მთავარი დაპირება იყო ეს წინასაარჩევნო პერიოდში, იგი დაასრულებს ომს უკრაინაში. ასევე არ შეიძლება ჩვენ გამოგჩეს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ურთიერთობა დღევანდელ დღეს, რომელიც სუბუქად რომ შევაფასოთ, არც თუ ისე სახარბიელო არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვისურვებდით და ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც ბატონმა ტრამპმა დაიწყო ღია ბრძოლა Deep State-თან, ეს ტენდენცია გადავა ევროპაზეც და ევროპაც განთავისუფლდება ამ ჭარბი გავლენებისგან. მხოლოდ 21-23 წლებში, მეგობრებო, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა. 24 წელს წინასწარი პროგნოზით საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.5% უნდა იყოს. ასევე 24 წელს თითქმით 8%-ით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და 6.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 7%-ზე მეტის დააჩვენა. აუცილებლად მინდა აღვნიშნო მთავრობის მეთაურის ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტი გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც მოიცავს უპრეცედენტოდ მაღალ უცხოურ კაპიტალ დაბადებას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი საუდის არაბეთში უკვე 3 საათზე მეტია რუსეთის და ამერიკის დელეგაციები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ვოლცი, აღმოსავლეთში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი სერგეი ლავროვი, პუტინის თანაშემწე შტატებში ყოფილი ელჩი იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირ ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დიმიტრიევი. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადება, რომ ის იქნება პირველი ნაბიჯი იმის დასადგენად, რამდენად სერიოზულად არის მოსკოვი განწყობილი ომის დასასრულებლად. დღეს განიხილება პუტინი-ტრამპის შეხვედრის შესაძლებლობაც. რუსეთის და ამერიკის კარგი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად შეგვიძლია ძალიან ბევრ გამოწვევას უპასუხოთ. მოვაგვაროთ გლობალური პრობლემები და ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენს მომლაპარაკებელ ჯგუფში უმეტესწილად ეკონომიკურ საკითხებზე ვიქნები პასუხისმგებელი. ჩვენ ეკონომიკის სფეროში ბევრის გაკეთება შეგვიძლია. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რუსეთიდან გასვლით ამერიკულმა ბიზნესმა 300 მილიარდი დოლარი დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების მომგვარებელი ჯგუფია. ადამიანები არიან, რომლებმაც უკვე უპასუხეს ბევრ გამოწვევას და ეს ძალიან მარტივად გააკეთეს. ზელენსკიმ ტრამპის და ჰექსეთის განცხადებები გააკრიტიკა. უკრაინის პრეზიდენტი გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ პრობლემა ის არის, რომ დღეს შეერთებული შტატები ამბობს ისეთ რამეს, რაც პუტინისთვის ძალიან სასიამოვნოა. მისივე თქმით, ნებაყოფლობით დათმობს პრეზიდენტის პოსტს თუ უკრაინას ევროკავშირსა და ნატოში მიიღებენ. რუსეთის და ამერიკის კარგი ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ერთობლივად შეგვიძლია ძალიან ბევრ გამოწვევას უპასუხოთ. მოვაგვაროთ გლობალური პრობლემები და ვიპოვოთ გამოსავალი. ჩვენს მომლაპარაკებელ ჯგუფში უმეტესწილად ეკონომიკურ საკითხებზე ვიქნები პასუხისმგებელი. ჩვენ ეკონომიკის სფეროში ბევრის გაკეთება შეგვიძლია. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რუსეთიდან გასვლით ამერიკულმა ბიზნესმა 300 მილიარდი დოლარი დაკარგა. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი პრობლემების მომგვარებელი ჯგუფია. ადამიანები არიან, რომლებმაც უკვე უპასუხეს ბევრ გამოწვევას და ეს ძალიან მარტივად გააკეთეს. პარიზში უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტი დასრულდა. არაფორმალური შეხვედრა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების და დანიის წარმომადგენლები მიიწვია. შეხვედრას ესწრებოდა ნატოს გენერალური მდივანიც. მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტრამპსა და ზელენსკის ესაუბრა. ომის დასრულებას უნდა ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ცეცხლის შეწყვეტა მინსკის შეთანხმებების მსგავსად დასრულდეს.
უნგრეთის პრემიერი ევროპულ ლიდერებს აკრიტიკებს. ორბანი აცხადებს, რომ მათ ხელიდან გაუშვეს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ინიციატივის შესაძლებლობა. სერბეთის პრეზიდენტთან საუბრისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს უფრო ფართო კონტექსტში იქნება განხილული. მისთვის კი მტკივნეულია ფაქტი, რომ ევროპელებს მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციის მიღება პრესიდან მოუწევთ. ჩვენ ვინც აქ ვართ ჩარჩენილი რუსეთ-უკრაინის ომში, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი, ვინც საუდის არაბეთში მოლაპარაკებებს გამართავენ, რამდენიმე სხვა დიდ საკითხზეც ისაუბრებენ და რადგან მაგიდაზე უფრო დიდი საკითხებიც დადგება, ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის ომი, უფრო ფართო კონტექსტში განიხილება და ისინი გამოსავალს იპოვიან. ეს მტკივნეული გარემოებაა, რომ ჩვენ ევროპელებმა მოლაპარაკებების შესახებ გაზეთებიდან უნდა შევიტყოთ, რადგან ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერებმა გაუშვეს მომენტი, როცა მათ შეეძლოთ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში ინიციატივა გამოეჩინათ. უნგრეთს არ შეუძლია ამ როლის თავის თავზე აღება, მაგრამ დიდ ქვეყნებს შეეძლოთ ბოლო 3 წლის განმავლობაში მშვიდობისკენ ნაბიჯები გადაედგათ, თუმცა ისინი ომის მხარეს გაიჭერდნენ. ახლა გარედან გვიწევს ყურება, როგორც ხდება ჩვენთვის უნიშნელოვანესი საკითხები ჩვენს გარეშე. კურიერ 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა. მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა იყო. აქცენტი გაკეთდა შუა და ერეფნის როლზე. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის გახსნის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყება. შედგა შეხვედრა ჩემს კოლეგასთან ტრანსპორტის მინისტრთან და გავიარეთ ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის ყველა მიმართულება. საუბარი შეეხო ერთობლივ პროექტზე ბაქო-თბილისი-ყარსის მშენებლობის საკითხს, რომელიც წელს უკვე სულად უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში. ვისაუბრეთ ერთობლივ საწარმოზე, რომელიც აზერბაიჯანს და საქართველოს შორის იქმნება და რომელიც ამ ინფრასტრუქტურის ოპერირებას მოახდენს. ეს მოგცემს საშუალებას, რომ ეს მონაკვეთი უფრო ეფექტურად დაუტვირთოთ და მეტი ტვირთი მოვიზიდოთ. ასევე ვისაუბრეთ მიმდინარე წლის გადაზიდვების პროგნოზზე, ასევე ვისაუბრეთ ზოგადად შუა დერეფნის პერსპექტივებზე და ერთობლივ მოქმედებებზე, რომელიც ამ დერეფანში მეტი ტვირთის მოზიდვას და მეტი დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას მოგცემს. ჩვენი ქვეყნები მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან შუა დერეფნის განვითარებაში. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენს ტერიტორიაზე საქონლის გადაზიდვის მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ და ორივე მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილები ყოფილიყვნენ. ჩვენ უზრუნველყავით, რომ ჩინეთიდან წამოსული საქონელი ბაქოს და ქუთაისის გავლით 12-15 დღეში აღწევდეს დანიშნულების ადგილს. წარსულში იმავე გადაზიდვებს დაახლოებით 53 დღე სჭირდებოდა. ჩვენ ასევე ვგეგმავთ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას დერეფნის განვითარებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროსა და ფონდ City Cancer Challenge შორის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში მომდევნო 2 წლის განმავლობაში ჩატარდება პროექტები კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. პარალელურად ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით ონკოლოგიის ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა. ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გაგვეხადა და აი აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხელი მოგვეწერა თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომლის ფარგლებში ჩვენს გვაქვს გათვალისწინებული უამრავი ძალიან საინტერესო ინიციატივა. სტანდარტების ჰარმონიზაციის კუთხით ჩვენ მუშაობდით ჯანდაცვის პროფესიონალებთან, ონკოლოგიური ზრუნვის სერვისის მიმწოდებლებთან, პაციენტთა ორგანიზაციებთან. მუშაობდით ხარისხიანი ონკოლოგიური ზრუნვის ყველა საკითხთან მიმართებაში. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა გქონდეს სისტემა, რომელიც უფრო ჰარმონიზებულია, რომელიც შეესაბამება ეროვნულ სტრატეგიას, რაც პაციენტისთვის უკეთესი შედეგების მომტანია. კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევის მეორე ეტაპი დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიზნეს კომპანიებისთვის კორპორატიული შეთავაზებების შესწავლა. გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ევროკავშირის ექსპერტები და ტელეკომ ოპერატორების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. უწყებაში აცხადება, რომ კვლევის პირველი ეტაპით საქართველოში ფიქსირებული და მობილური კომუნიკაციების ბაზარი არაკონკურენტულია. ჩვენ მქონდა საკმაოდ წარმატებული პირველი ეტაპი, სადაც მობილურ და ფიქსირებულ ბაზარზე დაშვების სეგმენტები შევისწავლეთ და მეორე ეტაპი ითვალისწინებს უმნიშვნელოვანეს ბაზრებს, ასევე მათ შორის
ბიზნეს მომხმარებლებისთვის, ასევე დაშვების ინფრასტრუქტურის ბაზრებს. მნიშვნელოვანია, რომ პირველი და მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ იდენტიფიცირებული იქნება ტელეკომ ბაზარზე არსებული ყველა გამოწვევა და კომუნიკაციების კომისიას მიეცემა შესაძლებლობა შესაბამისად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, იმისთვის რომ ტელეკომ ბაზარი გაჯანსაღდეს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი იწყება ბაზრის მოთამაშეებთან მჭიდრო თანამშრომლობით და კვლევის ყველა ეტაპზე კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართული. მივესალმებით ევროპულ რეგულაციებთან თანხმედრაში მოყვანა ჩვენი დარგის რეგულაციების განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ეს კიდევ უფრო აქტუალურია, რაღაც დასავლეთისკენ ნაბიჯები იდგმება და თანხმედრაში იქნება ჩვენი კანონმდებლობა. უბრალოდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნაწილიც და ეს შესწავლა და ეს რეგულაცია, რაც დღეს გაგვაცნო კომისიამ, სწორედ აღსრულდება. ისნის რაიონში აწყურის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების ქსელების განახლება. მოიწყობა სანიაღვრეს სისტემა და ჩატარდება საგზაო სამუშაოები. დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერი გაეცნო. მთლიანად იცვლება ყველაფერი. პირველი, ესე იგი, ჯორჯიან ვოთენბაუერი მუშაობს. მისი გასაკეთებელი რაც არის წყალი, საკანალიზაციო სისტემა მთლიანად მოცილებული იქნება. ასევე ახალი გაზის მილები იქნება განთავსებული. შემდეგ უკვე შემოვა ინფრასტრუქტურული სამსახური, რომელიც განახორციელებს სანიაღვრე ქსელის მოწყობას. მოეწყობა ტროტუარები, ადაპტირებული იქნება შუშუმპირთათვის და ივლისში ვფიქრობ, რომ მთლიანად დავამთავროთ სამუშაოები. რეაბილიტაცია ტარდება ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ჩარჩავოს ქუჩამდე მონაკვეთში. შედარებით მცირე მონაკვეთი რამდენიმე წლის წინ არის რეაბილიტირებული და ეს იყო დარჩენილი და აქ დავიწყეთ სამუშაოები და როგორც ყველა ასეთ პროექტის დროს რა თქმა უნდა ახალი განათების სისტემა მოეწყობა, საჰაერო სადენები მიწის ქვეშ განთავსდება, ახალი ასფალტის საფარი დაიგება, ტროტუარები მოეწყობა და რა თქმა უნდა ადაპტირებული იქნება ქუჩა შეშემო პირებისთვის. თბილისის მერიამ უხუცესი მწვრთნელები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე პრიზებით ანვარჯიშის მასწავლებელ რევაზ გამხოშულს, ძიუდოს მწვრთნელ გივი კახაბრიშულს და ვეტერან მძლეოსან გალინა ზრაჟენსკაიას გადასცეს. მე დღეს პატივი მქონდა, რომ შევხვდოდი თბილისში მომუშავე თითოეულს და მადლობა გადამეხადა იმ ღვაწლისთვის, რაც ამდენი წლის განმავლობაში მათ ვართ თბილისის სპორტისთვის და ქვეყნის სპორტისთვის. მომავალ წლებში კიდე გაძლიერდება ეს ხარდაჭერა ჩვენი მწვრთნელების, რომლებიც თბილისში მუშაობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მწვრთნელები, რომლებიც მოღვაწეობენ ქალაქ თბილისში, უფრო მეტ დიდ გამარჯვებას მოუტანენ როგორც თბილისს, ასევე საქართველოს. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც უკვე ვახსენე, ჩვენი მწვრთნელების ხარდაჭერა და გვინდოდა ამ ღონისძიებით ხაზი გაგვესვა და გამოგვეყო ის რამოდენიმე ადამიანი, რომელიც უკვე მრავალი წერია სპორტს ემსახურება, ქალაქს ემსახურება ჩვენ სპორტსმენებს და გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრათ ამ ადამიანებს და ასევე გავუწოდოთ ის ხელი დახმარების და სამომავლოც რა თქმა უნდა ჩვენ მხარს დაუჭერთ ამ პატარა მცირე დაფასებაც კი ნამდვილად ასაკიანი კაცისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდები რომ შემდეგში კიდე დავიმსახურო არა ასაკობრივი ჩემპიონების გაზრდით სოფლიოს ჩემპიონი მარტო მინდა ერთი ოლიმპიური ჩემპიონი გავზარდო. საქართველოს და სომხეთის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განახლებული დასკვნის მიხედვით ამ დროისთვის შეზღუდვა პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ 6-ს ეხება. შეზღუდვა არ ვრცელდება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებზე. ორაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზებს. პირველი მატჩი ერევანში 20 მარტს გაიმართება, მეორე დაპირისპირება კი თბილისში 23-ში შედგება. როგორც იცით, პირველი იარუსის გამოყენება სრულად იყო შეზღუდული წინა პერიოდში და პირველი სექტორის დეტალური შესწავლის შემდეგ ყველა სექტორი იქნა შესწავლილი და დღესდღეობით შეზღუდულია მხოლოდ პირველი იარუსის 1/3 გამოყენება, ეს ნიშნავს, რომ 6 სექტორი იქნება დაბლოკილი თამაშზე, რაც დაახლოებით 4000 მაყურებელზეა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ის სექტორი, რომელიც თამაშის ორგანიზებისთვის არის აუცილებელი, მათ შორის ტექნიკური ადგილები, მედიის ადგილები და სტუმარი და ჩვენი გულშემატკივრის სივრცეები შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას და ამისათვის დიდი მადლობა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, იმ ხალხს, ვინც იმუშავა ამ საკითხზე და შესაძლებლობა მოგვეცემა დინამო არენაზე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, სამომავლო მატჩებისთვის ისე იმ 6 სექტორზეც შემუშავდება აღდგენის პროექტი და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო შეხვედრებში სრულად იქნება ათვისებული.
დღის სხვა სიახლეებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustave2.g. კურიერი გემშვიდობებათ 6-მდე. დროებით.